საქართველოსთან დაკავშირებით ევროკომისრების მიერ გაკეთებულ მორიგ კრიტიკულ განცხადებებსა და შენიშვნებს ქართველი ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ეთანხმებიან, პასუხისმგებლობას კი მთლიანად ქართულ ოცნებას აკისრებენ. დემოკრატიული უკუსვლა, ხალხის სურვილების არ გათვალისწინება ამ მწვავე შეფასებებს თავის მხრივ კრიტიკულად პასუხობენ მმართველ გუნდში და ამბობენ, რომ ევროკავშირის წარმომადგენლებისგან საქართველოს მისამართით არაერთი სიცრუე და დეზინფორმაცია ჟღერდება. ბრიუსელის მხრიდან გაღებული კარი ივანიშვილმა შიგნიდან ჩაკეტა, ერთი წელია ჩვენი თანამოქალაქეები საკეტს ანგრევენ პირდაპირ გაგებით და ეს არ არის მხოლოდ მეტაფორა. ხო, გამოსავალი ამ პოლიტიკური კრიზისიდან არის ახალი არჩევნები და პოლიტპატიმრების გათავისუფლება. ცხადია, ამას გულისხმობდა მარტაკოსიც და ამას მოითხოვს ქართველი ხალხიც. თუმცა ივანიშვილი პასუხობს რეპრესიებით, ტერორით და იმ პროცესით, რომელიც დაიწყო საკონსტიტუციო სასამართლოში, რომელიც თავისთავად გულისხმობს დემოკრატიის გაუქმების იურიდიულ გაფორმებას. ევროპული კავშირის კარი არის ღია, მაგრამ ეს კარი სამხრივად აქვს დახურული ქართული ოცნების რეჟიმს, რომელიც მილიონობით ქართველს აკლებს რეალური მშვიდობის და კეთილდღეობის სივრცეში ცხოვრების შანსს. ჩვენ ვიცით ძალიან მკაფიოდ, რომ იმ შემთხვევაში თუ საქართველო გაატარებს რეფორმებს და აჩვენებს დადებით პოლიტიკურ ნებას, თუ დაინიშნება ახალი თავისუფალი არჩევნები და გათავისუფლდება პოლიტიკური ტყვეები, ამ შემთხვევაში საქართველოს მიეცემა შანსი, რომ ინტეგრირდეს ევროპულ კავშირში. არსებული პოლიტიკური რიტორიკის და კურსის პირობებში ეს კარი არის დახურული ძალიან დიდი ხნის განმავლობაში. ამაზე მეტი მტკიცებულება რა გვინდა, როდესაც დღევანდელი პრეზიდენტი შეერთებული შტატების და მისი ადმინისტრაცია პირდაპირ აკრიტიკებს ევრობიუროკრატიას და რა გასაკვირია, რომ ჩვენ გქონდეს გარკვეული პრეტენზიები ამ ადამიანებთან, რომ ისინი უსამართლო განცხადებებს და უსაფუძვლო განცხადებებს აკეთებენ. აქედან გამომდინარეობს ზუსტად ფორმატი, ეს დიალოგი იქნება თუ ნებისმიერი ფორმატი, ჩვენ მზად ვიყავით და ვართ, მაგრამ როდესაც შენ არ აღმიქვა მე როგორც თანასწორ პარტნიორს და როგორც კოლონიას ისე მიხსენებ, ამ შემთხვევაში ბუნებრივია, რომ არანაირ დიალოგზე არ შეიძლება იყოს საუბარი. ჩვენ არ დავიწყოთ, ეს ის მარტაკოსია, რომლის პარტია ALDE თანამშრომლობს ტერორისტთან. სანამ ALDE და ქალბატონი კოსი არ გაემიჯნებიან ტერორისტს, მანამდე მათი ყველა სიტყვა არის არასერიოზული. ერთი წითელი ხაზი, რომელიც ქართველმა ხალხმა კიდევ ერთხელ უნდა დავანახოთ ბრიუსელს, ეს არის მეურვეობითი დამოკიდებულების მცდელობა, რომელიც მათ აქვს საქართველოს მიმართ. წარმოდგენა არ აქვს საერთოდ ქალბატონ კოს რა უნდა ქართულ ხალხს. გაგნებაში არ არის რა უნდა ქართულ ხალხს. როდესაც ბრიუსელის ბიუროკრატი თავს აძლევს იმის უფლებას, რომ ამგვარი მორალური პედესტალით და მეურვეობითი დამოკიდებულებით ისაუბროს ქართველი ხალხის ხელისუფლებასთან, ეს არის ქართველი ხალხის უპატივცემულობა. მე დღეიდან ამ საკითხზე განსაკუთრებულ ყურადღებას გავამახვილებ. ყველა უცხოელი, ვინც ლაპარაკობს ქართველი ხალხის სახელით, ის არ არის ქართველი ხალხის მეგობარი. ის არის ადამიანი, რომელიც ფიქრობს, რომ ქართველი ხალხი მასზე ნაკლები არის რაღაცით.